Აღგი საკმაოდ დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ მთავარი ამბების კითხვას თბილისის მერი დავით ნარმანია უპასუხებს. Საღამომშვიდობისა ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. Საღამომშვიდობისა, ბატონ დავით, დღეს საკმაოდ დაძაბული დღე გქონდათ, როგორც ნახეთ, საკმაოდ არაორგანიზებული აღმოჩნდა პირველი დღე. Რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენ აი ამ შეხვედრებით, თქვენ 25 თბილისელს მოусმინეთ პირადად? მოდით დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ სპეციალური წესის შევიმუშავოთ და ამ წესის შესაბამისად რეგისტრაცია უნდა გაიაროს მოქალაქემ, რომელსაც სურს მიღებაზე ჩაწერა. ეს არის ან სატელეფონო მიმართვის საშუალებით, ან წერილობითი მიმართვის საშუალებით, თუმცა იყვნენ დღესდღეობით მოქალაქეები, რომელთაც შესაბამისი წესის დაცვით არ ჰქონდათ მომართვა, თუმცა მათ განემარტათ ჩვენი თანამშრომლების მიერ შესაბამისი წესი და ეტაპობრივად თითოეული მათგანის მიღება მოხდა. დღეს მთლიანად მერიის სისტემაში 700-მდე მოქალაქეს მოусმინეთ, მათ შორის გამგებლებმა, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებმა, მერის მოადგილეებმა, მე პირადად 25 მოქალაქე მივიღე და მოусმინე მათ. ძირითადად სოციალური ხასიათის პრობლემატიკა აწუხებს მოქალაქეებს. ბატონ დავით, აი საინტერესოა რა კონკრეტული შედეგით დასრულდა ეს თქვენი შეხვედრა. მე ერთი რამ მინდა გკითხოთ ამასთან დაკავშირებით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება აღმოჩნდეს დროის ფუჭად, კარგვა პირადად თქვენი შეხვედრა? ხომ არ ჯობს, რომ კონკრეტული სამსახურების უფროსები შეხვდნენ ამ ადამიანებს, ვინც კონკრეტულად მოუგვარებს იმ პრობლემას, რომელიც მათ გააჩნიათ? დროის ფუჭად კარგვა მოქალაქეებთან შეხვედრა არასდროს არ არის, იმიტომ რომ მერი ვალდებულია, როგორც არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირი დედაქალაქში მოусმინოს მოქალაქეს და თვითონ უშუალოდ მოქალაქეებისგან გაიგოს რა ტკივათ და რა აწუხებთ მათ პირველ რიგში და გარდა ამისა უთხრას და გააცნოს თავისი პოზიცია, თავისი წინადადებები, თავისი პროგრამა და ასე შემდეგ. მაგრამ არის რიგი საკითხებისა, რომელსაც ვერ წყვიტავენ საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები, ან ვერ გადაწყვიტავს რაიონის გამგებელი, ან მერის მოადგილე, იმიტომ რომ შედარებით რთული საკითხია ამ პოლიტიკური ტიპის გადაწყვეტილება საჭირო ამათო იმ საკითხთან მიმართებაში. სწორედ ამიტომაც არის, რომ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი აპარატმა გადაარჩია და სწორედ მიღებაზე მოვიდა ჩემთან. აი საინტერესოა ამ 25 ადამიანიდან რომელიმეს პრობლემა მაინც თუ გადაწყდა დღეს? რა თქმა უნდა გადაწყდა, ანუ მათ უმეტესობას პრობლემები მე ადგილზე გადაუწყვეტე და უთხარი კიდეც თუ რა ფორმით და როგორ მოუგვარდებოდათ მათ ესა თუ ის საკითხი. მაგალითად თქვათ იყო ქონების ლეგალიზაციასთან დაკავშირებული საკითხი, რომელზეც ასე ვთქვათ შესაბამისი დავალება მივეცი სამსახურს, იყო ოპერაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მისაღები, იმიტომ რომ ორჯერ უკვე დაფინანსებული იყო მერიიდან და ესეთ შემთხვევაში მხოლოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირის მხრიდან ხდება გადაწყვეტილების მიღება. იყო სხვა ისეთი საკითხებიც, რაც აუცილებლად მერის ჩარევას საჭიროებს და აქედან გამომდინარე იყო დავალებები, რომლებიც შემდგომ უკვე ჩემი მხრიდან გადაეცათ შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებს. არის საკითხები, რომელიც უშუალოდ მე თვითონ გადავწყვეტე და მათ მიერ ასე ვთქვათ შემოტანილი განცხადებები გავუშვით საქმეში. გასაგებია კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ალბათ ყველას ბევრ თბილისელს აინტერესებს, ეს არის მშენებლობების შეჩერება, რომელზეც იყო საკრებულოს მხრიდან საუბარი. თქვენც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეს, რომ შესაბამის სამსახურს უკვე მივეცით დავალება 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაცემული მშენებლობის ნებართვები შეისწავლონო. აი ამ მიმართულებით რა ხდება, თუ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და რა იქნება ეს? ყველა მოწესრიგებული და კანონის დაცვით დაწყებული მშენებლობა გრძელდება და რასაკვირველია გაგრძელდება. არის ზოგიერთი ტიპის მშენებლობა, იგივე თქვათ ამ მშენებლობასთან დაკავშირებული ნეგატიური ქმედებები მშენებლებისა, როგორიც არის ხეების მოჭრა, როგორიც არის ცალკეული საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეების შეზღუდვა და ასე შემდეგ. და ესეთ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც არსებობს კითხვის ნიშნები, ან მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან, ან რაიონული გამგეობების მხრიდან, ან მოქალაქეების მხრიდან, ესეთ საკითხებზე გაცემული მშენებლობის ნებართვები გადაიხედება, თუმცა ამას ვერ იგრძნობს მშენებელი, ის აგრძელებს რა თქმა უნდა თავის საქმიანობას, მაგრამ ჩვენი სამსახურები და ასე ვთქვათ შესაბამისი პირები გადახედავენ გაცემის კანონიერებას, მის მიზანშეწონილობას და ასე შემდეგ. აი თუ კი უკანონოდ არის გაცემული ნებართვა და მშენებლობა უნდა შეჩერდეს, როგორც საკანონოდ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა, ესეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იმ თანამდებობის პირისა, რომელმაც ეს
ნებართვა გასცა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, კონკრეტული საკითხის და კონკრეტული სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა ამოვიდეთ. შესაძლოა მშენებლის დაჯარიმებაც მოყვეს, ანუ პასუხისმგებლობა განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით, მაგრამ ესეთი შემთხვევები მაინც იშვიათი და გამონაკლისი იქნება. დღეს საუბარი იყო, მე უბრალოდ მინდა გკითხოთ, რომ თვითონ მშენებლობა შეჩერდეს და მაშინ დგებოდა საკითხი, რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც ფართი აქვს უბრალოდ უკვე შეძენილი ამ მშენებარე კორპუსში. შენებლობა არ შეჩერდება, მე კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ მინდა გაუსვა ხაზი, რომ დაწყებული მშენებლობები არ შეჩერდება და მოუწოდებ იმ პირებს, რომლებიც ამდაგوار ინფორმაციას ავრცელებენ, რომ ასე ვთქვათ, ეს არის დეზინფორმაცია და შეეშონ ასეთი ინფორმაციის გავრცელებას, მით უმეტეს ადამიანები არ დაზარალდებიან. პირიქით, ჩვენ დაზარალებული ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობთ და უკვე ჩავერთეთ სხვადასხვა ისეთ განხილვებში, რომელიც ჩვენამდე ცენტრალურ ხელისუფლებას ჰქონდა დაწყებული ამ შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით, სადაც თვითონ უშუალოდ მშენებელ კომპანიებს შეექმნათ ფინანსური პრობლემები და ამით მოქალაქეები დაზარალდნენ. ამიტომ ჩვენს მიერ გაკეთებული ქმედებები ნეგატიურად არ აისახება მოქალაქეებზე, მე მინდა თითეული თბილისელი დავამშვიდო, რომ თითეული მათგანის გვერდით ვიქნებით, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში მშენებლობის და განვითარების თვალსაზრისით წესრიგი უნდა დავამყაროთ, ამიტომაც წესრიგი დამყარდება მას შემდეგ, რაც ქალაქს ეხება განაშენიანების გენერალური გეგმა, ვიდრე გენერალური გეგმა გვექნება, მანამდე ჩვენ გვექნება დროებითი რეგულაციები, რომლის საფუძველზეც ასე ვთქვათ, გარკვეულ პროცესებს დავარეგულირებთ, მაგალითისათვის ვთქვათ, მშენებლობები მწვანე საფარის ხარჯზე როგორი ფორმით უნდა იყოს, როცა ახალი მშენებლობებია, როგორი უნდა იყოს პარკირების ადგილები, გამწვანების კოეფიციენტი როგორი უნდა იყოს, შენობების ადაპტაცია როგორი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ ამდაგوارი საკითხები დროებით დარეგულირებას ვაპირებთ, ვიდრე გენერალური გეგმა გვექნება. საუბარი იყო სპეციალური საბჭოს შექმნაზეც, თუ არის უკვე დაკომპლექტებული ეს საბჭო, თუ ჯერ აქამდე საბჭო უნდა განახლდეს აუცილებლად, ესეთი საბჭო თბილისის მერიაში იყო და არსებობს სპეციალური დებულება, ჩვენ დებულებაში ცვლილებას ვამზადებთ და სივრცის ტერიტორიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საბჭოს ნაცვლად მერის მოადგილისა უშუალოდ მე თვითონ უხელმძღვანელებ და ესეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც საბჭო განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას, მინდა რომ უშუალოდ ჩემი მონაწილეობით განვიხილოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. გარდა ამისა, საბჭოს შემადგენლობა განახლდება და გაფართოვდება, საბჭოში აუცილებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი უნდა გვყავდეს, აუცილებლად გარემოს დაცვის სპეციალისტი უნდა გვყავდეს, აუცილებლად უნდა გვყავდეს ურბანისტი, არქიტექტორები როგორც წესი არიან და ამ საბჭოს შემადგენლობაში ასევე შევიყვანთ არქიტექტორთა ასოციაციის და არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლებს, თითო ადამიანი იქნება ამ პროფესიული ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი, იქნება საკვანძო სამსახურის ხელმძღვანელები თბილისის მერიიდან, როგორც არის არქიტექტურის სამსახური, როგორც არის იურიდიული საქალაქო სამსახური და საბჭო გააგრძელებს. გასაგებია ბატონ დავით, კიდევ ერთი შეკითხვა. თქვენ გქონდათ კითხვები, გარკვეული პრეტენზიები, ისე როგორც ძალიან ბევრ თბილისელს სიტი პარკთან დაკავშირებით და ამბობთ, რომ პარკირების სისტემა უნდა შეიცვალოს, ასევე თბილისის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რომ დავიწყოთ სიტი პარკით. რაიმე კონკრეტული ნაბიჯი თუ გადაიდგა ამ მიმართულებით, თუ შეხვდით ამ კომპანიას და საერთოდ რა ხდება, იყო საუბარი ხელშეკრულების გაუქმებაზე, თუმცა ჯერჯერობით არაფერი ახალი საზოგადოებას ჯერ არ გაუქმია. კომპანიამ სიტი პარკთან მე მქონდა კითხვები და პრეტენზიები და დღესაც მაქვს. ამიტომაც კომპანია სიტი პარკის საქმიანობა აუცილებლად რევიზიას დაექვემდებარება. ჩვენ პირველ ეტაპზე ვსწავლობთ არსებულ დოკუმენტაციას და აქედან გამომდინარე შემდეგ უკვე მე ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირისთვის დავნიშნავთ მოსმენას კომპანიამ სიტი პარკის საქმიანობასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ რაიონული გამგეობები და შესაბამის სამსახურები დაუსვამთ მათ ძალიან ბევრ მწვავე კითხვას, ასევე მოვიწვევთ საკრებულოს წევრებსაც. რაც შეეხება თბილისის წყალმომარაგების კომპანიას, ჩვენ აქ ამ კომპანიასთან მუშაობთ უკვე და პარასკევს გვექნება მოსმენა, ანუ თვითონ კომპანია გააკეთებს პრეზენტაციას მათი მიმდინარე პროექტებისა და პროგრამებისა. მე წინა მთავრობის ხომაზე დავავალე რაიონის გამგებლებს და ისინი წარმოადგენენ ინფორმაციას საჭიროებების შესახებ, ანუ რა საჭიროებები არსებობს ამა თუ იმ რაიონში და სად არის მწვავე პრობლემები, ამ საჭიროებებს გადავცემთ
წყალმომარაგების კომპანიას და ერთობლივად დავგეგმავთ სამომავლო საქმიანობის ძირითად მიმართულებას. და ბოლოს შეკითხვა ბატონ დავით, იყო საუბარი, რომ თბილისის ბიუჯეტის დიდი ნაწილი იყო გახარჯული. საკრებულოზე ითქვა ეს ინფორმაცია. საბოლოოდ თუ ნახეთ, რა დაგხვდათ ბიუჯეტში, როდესაც უკვე თქვენ შეუდექით მოვალეობას და როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ? ძირითადი ნაწილი რაიონული გამგეობების ბიუჯეტების არის ათვისებული, ეს ეხება ბინათა საკუთრეთა ამხანაგობების მიმართულებას და სოციალური დაცვის მიმართულებას, ასევე თითქმის სრულად არის ათვისებული თბილისის მერიის ბიუჯეტის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვამზადეთ ბიუჯეტში ცვლილებას, რომ სხვა მუხლებში არსებული ეკონომია გადმოვიტანოთ აქეთ, რათა წლის ბოლომდე აუცილებელი ჯანდაცვითი და სოციალური სერვისები არ შეუტყდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს და მივაწოდოთ ის უწყვეტად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ უახლოეს მომავალში თბილისის საკრებულოს წარუდგენთ ბიუჯეტში ცვლილების პროექტს. დიდი მადლობა ჩვენს შეკითხვას თბილისის მერი